ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობასთან სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლას სცადა, გუშინ გავრცელდა. გავრცელდა ასევე ვიდეო კადრებით, საიდანაც ჩანს, რომ ახალგაზრდები სანდრა რულოვს ორგანოებით მოვაჭრეს უწოდებდნენ, რამაც გაღიზიანება ადგილობრივ მოსახლეობაშიც გამოიწვია. კადრებში, რომლებიც აფხაზეთის ხმას ტელეკომპანია ოდიშიდან მიაწოდეს, კარგად ჩანს, როგორ შეუქმნეს კორიდორი თავდასხმელებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რათა ისინი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ანგარიშწორების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ. მას შემდეგ, რაც მომხდურებმა მოსახლეობის მხრიდან აგრესიის საფრთხე რეალურად მიიჩნიეს, მათ შეხვედრის ადგილი თავიანთი მანქანებით სასწრაფოდ დატოვეს, ხოლო სანდრა რულოვსთან შეხვედრა ამ ინციდენტის მიუხედავად ისევ გაგრძელდა.